ერთი მიმართვა მინდა გავაკეთო. შენ მეომრებს მინდა გავუკეთო. მოკითხვა აქეთ. ბევრმა ჩვენმა მეომრებმა ჩვენმა შემოსაყვარლესნა ძვირფასმა ხალხმა იცის ბევრი რაღაც საიდუმლო ყველა ინახავს რაღაცნაირად. და მინდა ყველას უნდა სიმართლე უნდა გამჟღავნდეს. სიმართლე უნდა ითქვას. სხვა შემთხვევაში ჩვენ გავუნტყუნდებით. სხვა შემთხვევაში ჩვენ გავხდებით დამნაშავე. ჩვენ უნდა ვთქვას სიმართლე. ჩვენ უნდა ვამხილოთ ის ყველა ვინც სამხილებელია. მოდით აგერ ხალხანი კეთი ჩაიწერს თქვენს ტელეფონს. ჩვენ მივალთ ბოლო-ბოლო მაგრამ. ხო, მივიდეთ თქვენთან მიეცით ის ინფორმაცია რა ინფორმაციასაც ვფლობთ. ვიცი ბევრი გაქვს. ვის რაც მე მითხრეს ის თქვენი ნათქვამია ის და თქვენ ჯობია თქვენ თქვათ ის მართალი რაც თქვენ იცით. ამიტომ ამას ვთხოვთ ყველას. ეს ბოლო პრეზიდენტის კლუბის ამბავია. ეს უნდა გავხსნათ რამე ეს კლანში. აუცილებლად. უღრმესი მადლობა ბატონო ლოთი, ბატონო ვახტანგ, ბატონო ზურაბ. სამივე სახელით მოგმართავ. გემშვიდობებით, კეთილი სურვილებით. მადლობებს გისურვებთ, აუცილებლად სასამართლო პროცესზე დარწმუნებული ვარ, რომ გამარჯვებით იქნება. ძალიან მალე შეხვედრამდე, ბოლოს მაინც ვიტყვი, თავისუფლება ყველა ხელისუფლების ტყვემძევალ ირაკლი დოკვაძეს. წარმატებები ვუსურვოთ ბატონ ლოთი ვახტანგ ზურაბს აი ამ რეაბილიტაციის საქმეში და ყველა იმ ღირსეულ ჯარისკაცს, რომლებმაც მთელი გულწრფელობით გაიღეს თავი და სამსხვერპლოზე მიიტანეს თავი სამშობლოსა და თავისი ერის დასაცავად. თქვენ გაიხარეთ ბიჭებო. შეგახსენებთ, რომ ეს იყო გადაცემა რუბრიკით ფეხზე ადექით სასამართლო მოდის. საქართველოში ნიურნბერგის პროცესი იწყება და იქვე ქრონიკონი გაყალბებული ისტორიის საპირისპიროდ